17 ივნის ქარელის რაიონის კულტურის ცენტრში რაიონის საშუალო სკოლების კურსდამთავრებულებთან შეხვედრა მოეწყო. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიტყვით გამომსვლელები, რომელთაც ტრადიციისამებრ მიულოცეს კურსდამთავრებულებს კურსდამთავრება და ბედნიერი მონადირე ისურვეს. სცენა მალე თავად რაიონის კურსდამთავრებულებმა დაიკავეს, რომლებიც იმ დღეს განსაკუთრებით ღელავდნენ. მიხარია რომ დავამთავრეთ სკოლა და ვიწყებ ახალ ცხოვრებას, მაგრამ აგრეთვე გულიც მწყდება იმის გამო, რომ სკოლა დავამთავრე, აღარ უნდა მივიდე დაუსვით ნერმის სკოლაში და ეს გარკვეულად ჩემში დიდ სინანულს იწვევს, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს გარდაუვალია და ყოველ რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას ძალიან მოხალისებული ვარ, რომ ყველა საჭიროებენ ეს სტიმული იქნება სხვა ბავშვებისთვისაც, რაც წარმატებით დაამთავროს სკოლა და ყველას უხოცა. ჩვენს რაიონში წელს 400-მა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა, რომელთაგან 30 ფრიადოსანია. მათ რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა საპატიო სიგელები გადასცეს. თითოეულ ფრიადოსანს აგრეთვე გადაეცემათ თანხა 50 ლარის ორდენობით, რომელსაც რამდენიმე დღეში განათლების განყოფილებაში მიიღებენ. იმ დღეს ქარელის კულტურის ცენტრის დარბაზი სავსე იყო კურსდამთავრებულებით, მათი პედაგოგებით და მშობლებით. მალე კონცერტი დაიწყო, რომელშიც მაყურებლის წინაშე წარსდნენ სამხარეო დელფიადაში გამარჯვებული ჩვენი რაიონის სხვადასხვა მხატვრული თვითშემოქმედებითი კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები. სკოლასთან განშორება ბავშვობასთან განშორებაა. ეს არის ყველაზე ტკივილიანი და ამავე დროს ბედნიერი წუთები, რომელიც ყველა ადამიანს მთელი სიცოცხლე ლამაზ მოგონებად დარჩება.